ესეც ინტრო. მივდივარ იალღუჯაზე დღეს. დიდი ხანია რა ვსვარ. ნახოთ როგორ ფორმაში დაგვხდება. გზები და როგორ ფორმაში ვარ მე. და რა თქმა უნდა მე დაშვება იქით. წავიდე. ხარი უკვე გადასახვევი. ესეც ასე. ეხლა ცოტა რო ვისაუბრო თვითონ მარშრუტის შესახებ. დაახლოებით 2 კილომეტრი არის ჯვრამდე. ვარ 14%-იანი აღმართია საშუალოდ. და ხდება ძალიან დიდი დახრილობის მონაკვეთებიც. სადაც ესე ხარ როგორც მარტივად ცალხეში კამერა მიჭირავს, ვერ შევძლებ ასვლას. ერთი მონაკვეთი არის, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელია იქ. ყოველ შემთხვევაში მე რო ავიდე, ველოსიპედიდან ჩამოუსვლელად. დანარჩენ ადგილებში შეიძლება. თელი სირთულე ეგ არის, რომ დიდი დახრილობა არის, რაც ენერგიას გაცლის, სულ გამუშავებს. და პლუს ამას ტექნიკურად რაღაც ძალიან რთული არის, მაგრამ არის რა რაღაც მომენტები, სადაც ბალანსის შენარჩუნებაც გინდა. და თითქმის არ გაქვს დრო დასასვენებლად რა. ორი სიჩქარე კიდევ მაქვს მარაკში. ეს ერთი გამოვიყენე უკვე. ნახოთ ეგ როგორია. ოპა, აქ ავედი. აქ ისევ ტალახია. ცოტათი. აქ უკვე დახრამულია ეს გზა. მონიავა. დავიდა. უნდა გადამერთო ყველაზე მარტივში. ოპა. იქ ამოვედი. აი, ამოვედი. ეს პირველი მურტალი ადგილი ამოვიართ. სხვათა შორის ცოტა მოვახერხე დასვენება ამ ნაწილზე. სულ თქვა დავირეგულირე მეტნაკლებად. ეს წარმოუდგენელი ადგილი მეთქი, ხა უყურებ. კედელია შეუძლებელი. აშკარად ამ წვიმებზე უფრო მეტად ჩამოირეცხა და იქიდან მარტო თუ დაეშვები, ფეხით ავალ თუ არა, ეგეც არ ვიცი. არანაირი აზრი არ აქვს. გონიბე კი არა ვერავა. ოპა. აი, ფეხით თუ ავალ ნახოთ. ოპა. დავედი. აი, აქ ამ ადგილას შარშან დავიმტვერიე მაგრად დაშვებისას. ჩაფხუტმა გადამარჩინა. დაიმსხრა ჩაფხუტი. გადარჩა ჩემი თავი. ესე ვერავა აშკარად. ამ დროს თელი მასა უნდა გადაიტანო. წინ რო საბურავი არ აიწევს აერში. ვიღავ გადავანაწილო ენერგია, მაგრამ ასვია. აუ. ბევრი არ დამჭა. იქ თუ ავედი იქიდან უკვე შეიძლება. არაში. არა ძალიან დავიხარ. ასე არ კონდა. ბოლო 15-20 მეტრი მქონდა დარჩენი. მაგრამ დახრაც ძალიან იზრდება ამ მონაკვეთში. ნახოთ, სხვა დროს უკეთესი ფიზ მომზადებით შეიძლება. ქედზე ამოვედი, ესე ჩვენ რუსთავ. ქედის ეს ნაწილი არც ერთულია. მაგრამ შემდეგ უკვე ბოლო ფერდაზე რო გავდივარ, ძალიან უსწორმასწორო და ღრმაბილი კი არის რა. თუ იმენას სწორ ხას არ დაიჭერ, აქეთ იქზე, აქეთ აცურავებს რა დინაბორბალს და ძნელი არის გავდა. ეს ნაწილიც არ არის მარტივი. დავიდა მუშაობ. აუ, ამოვედი საო. მაგრამ ცოტა აუცდი. არა, შენი.
აი ქუნა მოსულიყავი აი. ახაც მაგარი ცუდი სესია რო აფრჩებულა პრომეტად. მაგრამ სტორხას თუ დაიჭერ მიდიხარ, მაგრამ არ არის მარტივი დასაჭერი. აი აქ თუ ფრთხილად ხარ არ ვარდები რა. არა პედალი გაედო გვერდე ბორცს. გადავჭი. იდე იგივე. გადავჭი. აი ბოლოს შენობასთან ასასვლელით საკმაოდ რთული არის. აქამდეც მოვედი. ესაც თითქმის შეუძლებელია რა ჩემთვის რომ ავიარო. სადაც პირდაპირ დასვლა. ოპა. აქ მე ვერავით, მაგრამ ვიღაც ავა ალბათ უეჭველი. ესეც ასე. სამანქანო გზაზე ვარ უკვე. ხავალ სტადი ადგილას და მე უკვე დაშვება. ცოტა შევისვენ და დავაშვათ. მოკლედ ეგ დაშვება კარგი არ გამოვიდა, იმიტომ რომ კამერა ძალიან ქვევით იყურებოდა და არაფერი ჩანდა. ამიტომ დღეს უკეთეს სამინჩი დავაშვე. წავედით. აბა ფრთხილად ვიაროთ. ოპა. აბა. ოპა. ოპა. კამერა ძალიან დახტის, უნდა გავასწორო. აქეთ. ცოტა აქეთ. დავით. აბა. Oh yeah. Кая. აბა. Way back. Когда обычно когда кра еще как обычно кай agora, Billy. Aí, Billy. Jump! Jump! Opa! Está aqui devagar da máquina. Oi, opa!
ხმებს. Lia. Lia, ნახტომი. ოჰ! გუჩი არ ჩავარდეთ. გაიგო. სამშვიდობო. იმედია ახლა მაინც იყო კაი კუთხე. და მარტო ჩემი ფეხები არ გადავიძე. გადი! აი!